გადავიდეთ ახლა შემდეგ საკითხებზე და მოდით შევეხოთ აქ და ამჟამად ჩვენი ფუნქციონირების სამ შრეს. სლაიდზე შუაში მაქვს წარმოდგენილი სხეული, კონფიგურაცია ადამიანის სხეულისა და გვაქვს გარე რეალობა, რომელიც ერთი შრე არის, რომელიც აი ამ ადამიანის, ანუ ორგანიზმის კანს გარეთ არსებული მოცემულობა არის. არსებობს კანს შიგა რეალობა, ეს არის ჩვენი ორგანიზმული პროცესები, ის შეგრძნებები, რომლებიც ჩვენ გვეძლევა მაგალითად შემეკუმშა გული, ან ამიჩქარდა სუნთქვის გახშირება, რომელიც შეიძლება შეიგრძნობოდეს, ან რომელიმე ადამიანის ორგანოს შეგრძნება, მაგალითად, ხშირად გვესმის, რომ გამიჩნდა ჭვალი, ან ფეხში დაძაბულობა მაქვს და ასე შემდეგ. ანუ კანს შიგნითაც ჩვენ გვაქვს შრე. კანს შიგა რეალობას უწოდებთ. კანს გარე არის ის, რაც ხდება აქ და ამ მომენტში, ჩემს სხეულს მიღმა არსებულ სივრცეში. და კანი როგორც სასაზღვრო ზონა, კანს გარესა და კანს შიგას შორის, აი მართლაც კანი მოიხსენიება როგორც სასაზღვრო ზონა, ვინაიდან რომ დავაკვირდეთ, მართლა გარესამყაროსთან ჩვენ კანით ვიმიჯნებით. თუმცა ეს გარესამყარო და გარე რეალობა ჯერ კანზე გვეხება და მერე შიგნით გარკვეულ ვიბრაციებს იწვევს ჩვენში, რაც რეზონანსის სახელით არის ცნობილი ესეც ფიზიკის ტერმინი, ხომ, რომელიც ასეთ კითხვებში იჩენს ხოლმე თავს, რომ აი როგორ რეზონირებს ახლა ეს რაც ხდება, ეს ნიშნავს, რომ ჩემზე რაზე გავლენას ახდენს, ანუ ჩემს კანს შიგ რა პროცესებს ასტიმულირებს, რა პროცესებს იწვევს ის, რაც კანს გარეთ მიმდინარეობს, ხო? აი ეს კანს გარე და კანს შიგა შრეები, აქ და ამჟამად, არის ჩვენი კონტაქტის საზღვარზე ურთიერთქმედებაში მყოფი შრეები. და მაგალითისთვის რომ ვთქვათ, როდესაც ძალიან ხმამაღალი შეიძლება მუსიკა ჟღერს, ან ვთქვათ, რაღაცა ხმაური შემოდის, ხო? ეხება ჩვენს სმენით აქმას და შინაგანად იწვევს ხოლმე, აი მძაფრი ხმაური იწვევს შინაგან უსიამოვნების განცდას, ხო? და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უსიამოვნოდ რეზონირებს, უსიამოვნო შინაგან რხევებს იწვევს, ვთქვათ, ის მძაფრი გარე, ესე იგი აუდიალური გამღიზიანებელი, ხო, რომელსაც ხშირად ხმაურს ან ძალიან მძაფრი სეთქმოვანებას შეიძლება შინაგანი რეზონანსის სახით მოყვეს. მესამე შრე, რომელიც ასევე ხშირად იჩენს ხოლმე თავს ჩვენს აქ და ამჟამად რეალობაში, არის ჩვენი ფიქრები, ფანტაზიები წარსულსა და მომავალზე. ანუ იმ საკითხებზე, იმ ფსიქიკურ შინაარსს ეხება ეს მესამე შრე, რომელიც აქ და ამჟამად არ არის კავშირში მიმდინარე პროცესთან. ეს არის თავში მოსული, ვთქვათ, რაღაც წარსული მოგონება, რომელსაც შევთანხმდეთ, რომ გავყავართ კონტაქტიდან აქ და ამ მომენტში, იმიტომ რომ წაგვიღებს ეს ფიქრები, ხო? ან ზის ადამიანი და ფიქრობს რაღაც სამომავლო საკითხებზე, შეიძლება კარგ ვარიანტში ის გეგმავს თავის სამოქმედო სტრატეგიას, ეს ნიშნავს, რომ იღებს პასუხისმგებლობას, ხომ, საკუთარ მოქმედებაზე, საკუთარ გადაწყვეტილებებს, არჩევანს აკეთებს, რომ გადაწყვეტილება მიიღოს, ნიშნავს პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე. მაგრამ ეს არის კარგი ვარიანტი იმ ფანტაზიისა, სადაც ჩვენ დავსახავთ ჩვენს სამოქმედო
გეგმას, ჩვენს სამოქმედო ნაბიჯებს. რომელია ის, რომელიც ჩვენში შფოთვას და ფუჭ განცდებს იწვევს. ეს არის ის, რაცაც მეს პასუხისმგებლობის სფერო არ მოიცავს, არამედ მეს პასუხისმგებლობის საზღვარს მიღმა რაც არის და ეს არის რა მოხდება, რა შეიძლება როგორ განვითარდეს მოვლენები, რა არ უნდა ადამიანს რომ მოხდეს ან მისი რეალობის წინაშე დადგეს, რაც ხშირ შემთხვევაში ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება, ამის პროგნოზირება, ამის ასე ვთქვათ სამომავლოდ ამ რეალობის დადგომა, რაზედაც ფიქრობს ადამიანი. ადამიანს ხელ არ ეწიფება. ანუ მისი ფანტაზია შეიძლება იყოს ოცნებები მათ შორის, რომელიც თუ მეს პასუხისმგებლობას არ უკავშირდება, ანუ არ ხდება ამ სამოქმედო გეგმის ფორმატში ამის ჩამოყალიბება, მაშინ საერთოდ გამოდის, რომ ეს არის არარეალიზებადი ფანტაზიები, თუმცა არის ნამდვილად ფანტაზიები, რომელიც ადამიანმა შეიძლება მაგალითად ახლა განსაზღვროს, რომ ხვალ დილით ის ამ და ამ საქმეს განახორციელებს. მაგრამ ყველა შემთხვევაში ახლა მე ჩამოვთვალე ირეალური ისეთი ფანტაზიები, რომელიც ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება, ამის დაგეგმვა და განხორციელება, მაგალითად ის ღელავს, რომ კიდევ ხომარ შემოუტევს პანდემია სამყაროს და ზის და ამაზე ფიქრობს, განიცდის ამის შესახებ. ეს ის ფანტაზიის შრეა, რომელიც მოაქვს ეს ფუჭი, შფოთვა და ის განცდები, რომელიც შემდეგში თანდათან თუ ამას ხშირი ფორმა აქვს, პირდაპირ, ასე ვთქვათ, შფოთვითი აშლილობების საფუძველსაც წარმოადგენს. ვინაიდან შფოთვა მართლა არ არსებობს აქ და ამ მომენტში, ეს არის შიში, რომელიც რეალური შეიძლება იყოს, მაგალითად, შეიძლება მიწისძვრა მოხდეს და ადამიანს შეეშინდეს, სწორედ იმისთვის ეს ბუნებრივი რეაქციაა, რომ მან თავისი გადარჩენისთვის განახორციელოს მოქმედება. ან ნებისმიერი სხვა, ვთქვათ, საფრთხე, ხო, შუშა ჩაიმტრა და მას შეეშინდა, რომ იმ მომენტში, ვთქვათ, შუშის ნამსხვრევები არ მოხვედროდა და ზიანი არ მიეღო ამისგან, ხო? აი, აქ და ამჟამად რაც ხდება, ამასთან დაკავშირებული შიში არის რეალისტური, ნამდვილად გადარჩენაზე და ადამიანის ორგანიზმულ, ასე ვთქვათ, მიზანშეწონილებაზე არის მომართული ეს, რომ მოქმედება განხორციელდეს იმისთვის, რომ ორგანიზმი გადარჩეს და მისთვის მიზანშეწონილი მოქმედება განახორციელოს და ფანტაზიები, რომელიც ირეალურია და რომელიც ნამდვილად აქ არანაირ, ასე ვთქვათ, სიტუაციურად რეალობას არ ასახავს, იმიტომაც ქვია მას ფანტაზია, ხო? ფანტაზიის შრე, როგორც პერლსი ამბობდა, ნევროტიზაციის წინაპირობას ქმნის. რომ ადამიანი ზის და განიცდის იმას, რაც ახლა არ ხდება. თუ ეს ის საკითხია, რომელიც მისი პასუხისმგებლობის თემაა, მაშინ ის აიღებს პასუხისმგებლობას, გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ მე ასე და ასე ვმოქმედებ და დაისმება აქ წერტილი, იმიტომ რომ შემდგომში ის ამ ყველაფრის ხორჩესხმას განახორციელებს იმ დროს, როცა მან უკვე დასახა ეს მოქმედება. მაგრამ რაც არ უნდა იყოს ირეალური იქნება ეს თუ რეალისტური, ყველა შემთხვევაში ეს არის არა აქ და არა ამჟამად მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებული ფსიქიკური შინაარსი, არამედ ფანტაზიის შრეში მიმდინარე პროცესი. ამიტომ ძალიან მკაფიო არის ეს სამი შრე. კანს გარეთ რა ხდება, კანს შიგნით როგორ შეგრძნებებს იწვევს ეს სიტუაცია და ის ფანტაზიები, რომელსაც არ აქვს მოცემულ მომენტთან შეხება. მოდით ახლა გადავიდეთ შემდეგ საკითხებზე და დავაკავშიროთ ეს ფანტაზიის შრე თუ აქ და ამჟამად კანს გარეთ და კანს შიგა
შრე ჩვენს ფსიქიკურ შინაარსებთან, რომელიც პირდაპირ სხეულებრივ, უშუალოდ სხეულებრივ ასახვას პოვებს და მე შევეცადე აი ამ სქემაში მომექცია ვიზუალურად ეს შინაარსი ისეთი სახით, რომ დაგვენახა, რომ ჩნდება აზრი თავში, რომელსაც ყოველთვის აქვს თავისი ემოციური მუხტი და გრძნობადი ასპექტი და ეს გრძნობები ვინაიდან შიგნით ჩნდებიან თავისი არსით, რა თქმა უნდა, კანს შიგნით ჩვენს ფიზიკურ შეგრძნებებში იჩენენ თავს. თითქოს ამბანური ჭეშმარიტებაა, დიახ, რომელიღაც ადამიანისთვის შეიძლება თქვათ, წიგნის კითხვა იყოს რაღაც ძალიან სასიამოვნო განცდების, სასიამოვნო ემოციების მომტანი და სხვა ადამიანისთვის ტანჯვა წამების და ძალიან უსიამოვნო რაღაც გრძნობის აღმძვრელი, ხომ? ამიტომ ამ აზრებს, რომელიც ჩვენ თავში მუდმივად დინების პროცესში იმყოფებიან და აი ცნობიერების ნაკადის სახელს ჯერ კიდევ როდიდან ატარებენ, რომ მუდმივად სანამ ადამიანი ცოცხალია, ეს ცნობიერების ნაკადი რაღაც აზრების მსვლელობას გულისხმობს. თუმცა აქაც შეგვიძლია დავყოთ, რომ ადამიანს ეფიქრება, თავისით მოდის, თუ ადამიანი თვითონ ფიქრობს, ნიშნავს დასახავს თავის სააზროვნო ამოცანას. აქაც განვარჩევთ ჩვენ აი ამ სპონტანურ პროცესს თუ ცნობიერად მიმდინარე სააზროვნო პროცესს. მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს არის კოგნიტური სფერო, ეს არის აზროვნების სფერო და ყველა აზრს აქვს თავისი ემოციური ფონი, ემოციური მუხტი, გრძნობადი ასპექტი, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს ეძლეოდეს განცდაში, ის ამჩნევდეს, ცხადად გრძნობდეს, რა ემოციური ელფერი მოაქვს ამა თუ იმ აზრს, ვინაიდან მას თითოეულ ჩვენგანს, ადამიანს, საკუთარი თავის ფლობა და მართვა აქვს მოცემული როგორც სრულიად განსხვავებული ბუნება სხვა ცოცხალი ორგანიზმებისგან, ხო? სიტყვა თავის უფალი ამას ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს შესაძლებლობა ბუნებითი ასეთი მახასიათებელი, რომ ფლობდეს საკუთარ თავს, მართავდეს საკუთარ თავს, მაგრამ ეს ყველაზე რთულია. ვინაიდან ის, რასაც ადამიანი რეალურად უნდა მართავდეს, ეს არის სწორედ ამ სქემის მიხედვით საკუთარი აზრები, მასთან დაკავშირებული გრძნობა, ემოციები, რომელიც ვერსად ვერ იქნება ასახული გარდა სხეულისა, ანუ სხეულებრივი შეგრძნებები, რომელიც სხეულთან რამდენად არის ადამიანი, ვთქვათ, გაშინაურებული თუ გაუცხოებული ამ სიტყვის ფართო გაგებით, ამაზეა დამოკიდებული. ადამიანები ხშირად ვერ გრძნობენ ვერაფერს, იმიტომ რომ როგორც ფრიც პერლსმა თქვა, ზედმეტად არიან გონებით წარმართულნი და ადამიანმა მხოლოდ შეიძლება გაარკვიოს, გააცნობიეროს, რას ფიქრობს, რა ტრიალებს მის თავში. ესეც კარგ ვარიანტში. ხშირად ადამიანს უჭირს იმის გარჩევა, თვითონ ფიქრობს ამას თუ უნებლიეთ ეფიქრება ამაზე. ამის გამიჯნაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე თვითონ ვარ ახლა შეგნებულად, ცნობიერად, საკუთარი ნებით ამ აზრების მაპროდუცირებელი, ანუ ამ აზრების გამომწვევი და ამ აზრების როგორც სააზროვნო სამიზნის მქონე, თუ ეს თავისთავად მოდის ახლა ჩემ თავში და შეიძლება ძალიანაც არ მომწონდეს ის, რაც ჩემ თავში ახლა ტრიალებს, ხო? აი ამის გამიჯნაც ხელგვეწიფება ჩვენ, იმიტომ რომ მეს აქვს საკუთარ თავზე დაკვირვების, საკუთარი თავის აღქმის, საკუთარი თავის ფლობისა და მართვის უნარი. მე როგორც საკუთარი თავის ფლობელი, თავის უფალი. ამიტომ გეშტალტ თერაპიაში აი ეს მე როგორც საკუთარ თავზე და სიტუაციაზე
დამკვირვებელი აი ამ ფუნქციის გააქტიურება ძალიან დიდ მნიშვნელობას დიდ როლს ასრულებს და ეს უნარი როგორც ყველა უნარი ჩვენ გვაქვს თან დაყოლილია ყველა უნარი მაგრამ ხშირად რაღაც უნარები საჭიროებენ გავარჯიშებას და ამ ხრივ განვითარებას და ხშირ შემთხვევაში აი ამ საკუთარ თავთან დისტანცირების და საკუთარი თავის აღქმის, ჭრეტისა და საკუთარ თავში გარკვევის უნარი საჭიროებს ხოლმე უფრო მეტ უნარჩვევებს, განვითარებას და სწორედ ეს პროცესი მიმართულია ხოლმე რომ ადამიანმა ზუსტად ნათელყოს რა ხდება ახლა. აი ამ კონტაქტის საზღვარზე გარემოსა და შინაგანს შორის რა ხდება ახლა აქ? რას აღიქვამს გარემოში, როგორ რეზონანსს იწვევს იგი კოგნიტურ თუ გრძნობად სფეროში. იმიტომ რომ ეს კოგნიტური და გრძნობადი სფერო მერე გარეთ გამოდის ქცევის სახით, ხომ? შინაგანი ჩვენი სამყარო, ფსიქიკური შინაარსები, ხო? აზრები და გრძნობები და ემოციები ქცევის სახით მოქმედების პროცესში ვლინდება და გამოიხატება გარეგნული გამოხატულება აქვს მას ქცევითი ფორმით. ამიტომ ადამიანის რეალურად სამფლობელო და სამოქმედო არეალი არის რომ მე ვიცოდე რა ტრიალებს ჩემ თავში, რა შეგრძნებებს აქვს ადგილი ჩემ სხეულში, ამის აღქმა უნდა შევძლო და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ადვილდება ქცევის კონტროლი. რას ვაკეთებ ახლა? ახლა ეს ჟესტი განვახორციელე, ხო? ახლა თქვენთან ვცდილობ თვალით კონტაქტში ვიყო. და მე შეიძლება ვიცოდე ამის შესახებ, ანუ მქონდეს ამის გაცნობიერების ცხადად ჩემი თავის ამ სიტუაციაში რეფლექსიის შესაძლებლობა უნარი განვითარებული ან არ მქონდეს სათანადოდ და მაშინ რომ მკითხო რომ ეხლა რას ფიქრობ შენ? უფრო ადვილად შეიძლება ადამიანმა დააფოკუსიროს თავის ცნობიერება და თქვას რას ფიქრობს, მაგრამ აი რას გრძნობ, როგორც წესი არის რთული და განსავითარებელი, იმიტომ რომ თუ მე ეხლა ვერ ვგრძნობ როგორ მაგალითად ჩემი მარჯვენა ფეხი მარცხენა ფეხთან შემჭიდროვების შეგრძნებას მაძლევს, მაშინ შეიძლება მე ფეხი დამეჭიმოს და მერე ძალიან უხერხული დაბუჟების შეგრძნება მივიღო. მაგრამ თუ მე კარგი აღქმა მაქვს, ცხადგრძნობა მაქვს სხეულის, მაშინ ჩემი სხეულის შეგრძნებები მე თვითონ მკარნახობენ იმას, რა ჭირდება ჩემ სხეულს. და როდესაც ვთქვათ რაიმე აზრები ნეგატიურ გრძნობებს იწვევენ, ეს შეგრძნებები პირდაპირ როგორც სიგნალიზაცია, როგორც რაღაც წითელი შუქი თუ მძაფრი ხმა, რომელსაც სხეული ესეთი მძაფრი სიგნალის სახით გამოსცემს, უკვე არის ყურადღების მიპყრობის წინაპირობა, რომ ადამიანმა მიიღოს ეს სიგნალი და გადაწყვიტოს, როგორ იმოქმედოს, რა ჭირდება ამ დროს მის ორგანიზმს, რომ მისი საჭიროებები დააკმაყოფილოს და ეს არის სწორედ ის თვითზრუნვა, რომელიც ადამიანის კეთილდღეობის წინაპირობას ქმნის. თუ აი ეს სფერო და პროცესი მე არ მაქვს თვალსაწიერში, ვერ ვფლობ, ვერ აღვიქვამ, ვერ ვაკონტროლებ, ვერ ვარ მასთან, ასე ვთქვათ, კონტაქტში გადატანითი მნიშვნელობით, იმიტომ რომ კონტაქტი მაინც გარე სამყაროსთან გვაქვს, მაგრამ როგორც დიმიტრი უზნაძემ უწოდა, საკუთარი თავის, ანუ მეს ობიექტივაციაც შეიძლება მოხდეს, თუ მე ჩემ თავს როგორც ობიექტს, დაკვირვების ობიექტს, ასე გადავაქცევ ამ ობიექტად გადავარჩევ ამ მომენტში, მაშინ მე უკვე საკუთარ თავთან შეიძლება ბრჭყალებში კონტაქტში ვიყო, ან ვერ ვიყო.
და ხშირად ადამიანებს იცით ძალიან დიდ პრობლემებს უჩენს ის საკითხი, რომ მათ უნებლიეთ მოსდის თავში აზრები, რომელიც მათ ძალიან უხერხულ სხვადასხვა უხერხულ მდგომარეობებს უქმნის და მათ პირველ რიგში არ იციან და ეს ცნობიერება და ეს ეგრეთ წოდებული ფსიქოგანათლება ძალიან დამხმარეა, რომ თავში რაც აზრად მომდის, ის კი არ ვარ მე ვარ ის, რომელიც რეაგირებ, რომელიც ვპასუხობ, რომელიც წარმართავ ამ აზრებს. და ძალიან ხშირად ხდება ხოლმე უცნაური სწრაფი ცვლილება, როცა ადამიანი იგებს, რომ თურმე ის მოპასუხის როლში არის პასუხისმგებელი. კი სიტყვაც გვეუბნება, ხო? პასუხისმგებელი, ანუ პასუხობს რაღაცას. და აი ეს პასუხისმგებლობა არის, რაც თავში აზრად მოვიდა და რა გრძნობებიც მოიტანა, გამოიწვია სიტუაციურად, ხომ? მე შევამჩნიო ეს ყველაფერი. აღვიქვა, ცხადად ვიგრძნო და ვიქონიო ამაზე უკვე ცნობიერი, პიროვნული პასუხი. თავისუფალი არჩევანი დგება იქ, სადაც ადამიანი ხედავს რა ხდება მის თავს აქ და ამჟამად. სადაც მე ვერ ვხედავ და სიბნელეა. ეგრეთ წოდებული ბრმალაქები, რომელიც ფრიც პერსმა დაუნახავი ვერ ხედავს, ესე იგი რაღაც გაურკვევლობა და ბუნდოვანება მესთან დაკავშირებული, ხომ? აქ რაიმე ცვლილებაზე და თავისუფალ არჩევანზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, ხომ? მაგრამ როგორც კი ადამიანი ხედავს, ამჩნევს იმას, რაც მესთან არის მიმართებაში, ის მომენტალურად ხდება თავისუფალი, რომ ეს ცნობიერების შუქი ანათებს რა არის ახლა ამ მომენტში, რა ხდება ჩემსა და გარემოს შორის კონტაქტის საზღვარზე. და შემიძლია ავირჩიო ჩემი მიზანშეწონილებიდან გამომდინარე. მაგრამ თუ ვერ ვამჩნევ, მაშინ მიდის მექანიკური პროცესები. არაცნობიერად ხდება, იმპულსურად ხდება რეაგირება. ამიტომ აი ეს ჩვენი ყურადღება საკუთარი თავისა და გარემოში აქ და ამჟამად სიტუაციურად მიმდინარე პროცესის მიმართ, აი ეს დამკვირვებლის პოზიცია განუზომელი რესურსების მომცემია ჩვენთვის. საპირისპიროდ იმ მექანიკური თავისთავად ინერციით მიმდინარე პროცესებისა, სადაც მე რომ მკითხო რა ხდება, ვერც შეიძლება ადამიანმა ვერც უპასუხოს ამას. და რამდენი შემთხვევაა, როცა ადამიანს შეიძლება დაუსვათ კითხვა, რომ აი ახლა რას გრძნობ ამასთან დაკავშირებით და პასუხი არ ვიცი. იმიტომ რომ უბრალოდ არ არის ამის ჩვევა. მარტივია, რასაც ადამიანი მოინდომებს, ის გამოუვა. მონდომება არის აქ მთავარი და როცა აკაკუნებს, აუცილებლად გაუღებენ. და ვინც ეძებს, აუცილებლად იპოვის. მთავარია მონდომება და მეორე კიდევ ცოდნა იმისა, როგორ განახორციელო ეს პროცესი და სწორედ გეშტალტ თერაპიული პროცესი, კონტაქტის პროცესი, თერაპიის მიმდინარეობა აძლევს ადამიანს ამ გამოცდილებას, რომელიც შეიძლება მანამდე არ ქონდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მოდით შევეხოთ ახლა ჩვენს შინაგან სამყაროს, შინაგან ნაწილებს. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ მე მოვიტანე ასეთი მეტაფორა, რომ ადამიანი არის თავად გეშტალტი, იმიტომ რომ ნაწილების მთლიანობას წარმოადგენს, მაგრამ არა ჯამის გატოლებული მთლიანობა, არამედ სრულიად განსხვავებული. ამ ნაწილების ურთიერთქმედებაშია ადამიანი მუდმივად და მე ამ სლაიდზე ფროიდის ცნობიერის და არაცნობიერი შრეების სქემატური ესეთი ტოპოგრაფიული შეიძლება ვთქვათ რუქა, სურათი წარმოვაჩინე
და რატომ ფროიდის თავიდანვე გითხარით, რომ გეშტალტის ერთ-ერთი საფუძვლად მდებარე თეორია არის ფსიქოანალიზი. და ეხლა ვეცდები დაგანახოთ, როგორ მიმართებაშია ფროიდის მიერ დანახულია ეს შინაგანი ნაწილები, ასე ვუწოდებ მე პირადად გეშტალტურად ამ ნაწილს, ამ ასე ვთქვათ, კონცეფციას ეგო, როგორც პიროვნების ღერძი, ცნობიერი ნაწილი, გადაწყვეტილების მიღები, გარემოსთან ურთიერთქმედებაში მყოფი, მოაზროვნე, ეგო, ანუ მე, ხო, ლათინური ეს სიტყვა თარგმანში მეს ნიშნავს და ფროიდს აქვს ესე იგი იდი ის სიამოვნებაზე, იმპულსურობაზე მიმართული ნაწილი, რომელიც მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზეა ორიენტირებული, ის ნაწილი, რომელიც მუდმივად აგრძნობინებს ადამიანს მინდას, წადილს, ვნებას, მისწრაფებას აგრძნობინებს. აქედან ამ ნაწილიდან იღებს მე ინფორმაციას, ზოგჯერ ვერ იღებს ნათელ და მკაფიო ინფორმაციას, მაგრამ იქიდან მოდის ეს მისწრაფებები, რომელიც მოთხოვნილებებად არის წოდებული და ჩვენ გვაქვს კიდევ ფსიქოანალიტიკური ეს ტერმინი სუპერეგო, რომელსაც ზემესაც უწოდებენ, იდეალურ მეს უწოდებენ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი აღზრდით და განვითარების ჩვენი აღზრდის გარემოს, ჩვენი განვითარების პროცესში ძირითადად 6 წლამდე პერიოდში, ასე ამბობს ფსიქოანალიზი, ჩამოყალიბებული სისტემა ღირებულებების, სადაც კარგია, ცუდია, მიღებულია, მიუღებელია, ესე იგი წახალისებულია თუ დასჯადია. აი ეს საკითხები არის თავმოყრილი ამ სუპერეგოში, რომელიც ერთის მხრივ მე იდეალის ხატს ატარებს, როგორი მინდა ვიყო, საით ვისწრაფი და მეორეს მხრივ სწორედ ეს ამ ესე იგი საწყისის, ამ ნაწილის მეორე მხარე არის ცენზურა, სადამსჯელო ან წამახალისებელი ფუნქციის მატარებელია, ან გვაძლევს ვიზირებას, უფლებას გვაძლევს მოქმედების განხორციელებისა, ან კიდევ შეიძლება გვიკრძალავს და თუ ისეთ მოქმედებებს ვახორციელებთ, აი სინდისი მქენჯნის, ქართულ ენაში ეს გამოთქმა არის ის, რომ შემდგომში აი ეს შინაგანი უკმაყოფილება, შინაგანი უსიამოვნება, როგორც შეიძლება შინაგანი სასჯელი იჩენდეს თავს და სწორედ ეს ბრალეულობის განცდები სწორედ ამ სუპერეგოს სადამსჯელო გამოხატულებას წარმოადგენს. ეს ზიგმუნდ ფროიდი. მარტივად და რაც შეიძლებოდა კომპაქტურად. ვინაიდან ჩვენ გეშტალტ თერაპიაში გვაქვს ასეთი შინაგანი ნაწილები და მათი ფუნქციები. ეს არის ძალიან გავს დიდწილად. ესე იგი ეგო ფუნქცია, რომელიც ადამიანის იმ აზროვნებისა და ცნობიერად მოქმედების გამოხატულებას წარმოადგენს, როდესაც ადამიანი გარემოსთან კონტაქტშია, კონტაქტის საზღვარზეა, აღიქვამს, იაზრებს, იღებს გადაწყვეტილებებს, რეაგირებს. ეს არის აქ და ამჟამად სიტუაციაში ცნობიერად მოქმედების ფუნქცია, რომელსაც ეგოს ფუნქცია ეწოდება, სადაც თავისუფალი არჩევანი, ნებელობა, გააზრებული მოქმედება იგულისხმება, მაგრამ არის იდ ფუნქცია. ეს იდი ფროიდისეული იგი მესამე პირში რო იხსენიებს, ეს არის ის არაცნობიერი ნაწილი, ცნობიერების ის ქვედაშრე, რომელიც არ არის ადვილად ხელმისაწვდომის შინაარსების თვალსაზრისით და საიდანაც აი ეს აგრესიული თუ სექსუალური ინსტინქტები იღებს სათავეს და გეშტალტში გვაქვს სიტუაციური იდი. ანუ როცა სიტუაცია მოქმედებს და აღძრავს კონკრეტულად სიტუაციურად იმ მოთხოვნილებებს,
რომლებიც ძალიან იმპულსურად გამოვლინდებიან ხოლმე. თუმცა მათი გაცნობიერება და სხეულებრივი ცხადგრძნობა ადამიანს ხელეწიფება, თუ კი ეს, როგორც აღნიშნე, უნარი გავარჯიშებული აქვს, ხო? და გვაქვს ასევე პიროვნების ფუნქცია, რომელსაც ინგლისურად personality function ქვია და ქართულად პიროვნების ფუნქციად ვიხსენიებთ და ნამდვილად გავს ამ გაგებით, თუმცა უფრო მეტად მოიცავს იმ სოციალურ ღირებულებით განწყობებს, ვიდრე ფროიდთან იმ ტოპოგრაფიულ რუქაში, სადაც სუპერეგოს ყველა უდიდესი ნაწილი ჩაფლულია არაცნობიერში, ანუ სადაც ეს ღირებულებები გაუცნობიერებელია, გეშტალტში უკვე ვახსენეთ ჩვენ, რომ ამას ინტროექტები ეწოდება. როდესაც ჩვენ გადავყლაპეთ ის საკითხები, ის ასე ვთქვათ, კარგია, ცუდია, მიღებულია, მიუღებელია, ოღონდ გაუაზრებლად. და რაღა თქმა უნდა, იმიტომაც ჯერ ფროიდის კონცეფცია შემოგთავაზეთ და მე ამ ფონზე გეშტალტის ხედვა აი ამ ფუნქციების და შინაგანი ნაწილების, რომ ჩვენ დავინახოთ, რომ პიროვნების ფუნქცია არის სწორედ გამოხატული აქ და ამჟამად მაშინ, როდესაც ჩვენ ღირებულებითად ვიქცევით და ღირებულებებიდან გამომდინარე ვაკეთებთ არჩევანს. ანუ როდესაც საკუთარი მოთხოვნილებები კი არ არის ჩვენი მოქმედების, ასე ვთქვათ, საწინდარი და სტიმულის მიმცემი და გამშვები მექანიზმი შეიძლება ვთქვათ, არამედ ღირებულებითია. ანუ ის, რაც ადამიანის, ვთქვათ, ღირებულებათა სისტემიდან გამომდინარე, სოციალური განწყობებიდან გამომდინარე ქცევებს გულისხმობს, ხომ? აი მაგალითად, ადამიანს შეიძლება შია ახლა. აი ყველაზე საბაზისო, ხო, ვიტალური, ანუ სასიცოცხლო მოთხოვნილება რო გავაჟღეროთ და მაგრამ ის არის ისეთ გარემოში, სადაც ვთქვათ, სხვა ადამიანები არიან, შეიძლება მატერიალურად გარკვეული სირთულეების მქონენი, რომლებსაც მასზე მეტად შეიძლება ის აღიქვამს, რომ სხვა ადამიანები არიან მასზე მეტად ამ თვალსაზრისით შეჭირვებულები და შეიძლება მან უარი თქვას საკუთარ მოთხოვნილებაზე, სიტუაციური იდის მიხედვით კი არ მოიქცეს, არამედ პიროვნების ფუნქციით იმოქმედოს და მან ვთქვათ, თავისი ულუფა საკვები დაუთმოს სხვა ადამიანს. ეხლა ეს არის ძალიან ისეთი კეთილშობილური ჟესტი, რომელიც ამ შემთხვევაში როგორც პიროვნების ფუნქციის გამოხატულება მოვიყვანე მაგალითის სახით, მაგრამ შეიძლება აქ სხვა ფორმითაც ხდებოდეს მოქმედება, მაგალითად ადამიანს აი ინტროექტით შეიძლება ამოქმედებდეს პიროვნების ფუნქციის მიხედვით, თუმცა კი ის ინტროექტი თავისი არსით არ არის გააზრებული, მაგრამ მას ასწავლეს, რომ შენ რაც არ უნდა დაღლილი იყო, თუ შენზე უფროსი ადამიანი შემოდის, ვთქვათ, ახლა გამახსენდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შენ უნდა ადგე და მომენტალურად დაუთმო ადგილი, ხო? არის ეს აღზრდის, ვთქვათ, რაღაც პრინციპი, რომელიც ზოგიერთ ადამიანს აქვს, ზოგიერთს არ აქვს, ხო? და ამ შემთხვევაში შეიძლება ადამიანი ისეთი დაღლილია, რომ ვერ დგას ფეხზე და მოქმედებს იმ მომენტში ამ პრინციპით დგება, უთმობს, ან თვითონ ტკივა ფეხი და ივიწყებს თავის მოთხოვნილებას და დგება, იმიტომ რომ ასე ასწავლეს, რომ უნდა ადგეს და დაუთმოს. აი, აქაც არის ნიუანსები. ის ამ პიროვნების ფუნქციის განხორციელებას, ამ ფუნქციის მიხედვით მოქმედებას აკეთებს თავისუფალი არჩევანის. აი ამ პირადი პასუხისმგებლობის მიხედვით, თუ ეს არის ის ინტროეცირებული ზრდილობა, რომელიც საკუთარი ზიანის ხარჯზეც შეიძლება უბიძგებდეს ადამიანს მოქმედებისაკენ. აი ასეთი ნიუანსები გვაქვს ამ თვალსაზრისით. და მივადექით ძალიან ვფიქრობ, რომ ძალიან ხატოვან მიგნებას ფრიც პერლსის
ეპატაჟური, ასე ვთქვათ, პიროვნების გამოხატულებას, სადაც მან პიროვნების ნაწილებს ზედაძაღლი და ქვედაძაღლი უწოდა. Რა თქმა უნდა, ეს მეტაფორა ბუნებრივია, იმიტომ რომ ადამიანს ახლა ბუნებრივია ამ შინაგანი ნაწილების პირდაპირ გაგებით ასეთ სტრუქტურირებას ვერანაირად ვერ მივაწერთ, მაგრამ მეტაფორულად ზედაძაღლი და ქვედაძაღლი, top dog and underdog, ხო? რას გულისხმობს ახლა ეს ნაწილები? ჩემს მიერ უკვე ხსენებული შინაგანი ცენზურა, ეს შინაგანი ნაწილი, რომელიც ხშირად დამსჯელი, ხშირად საყვედურების, ხშირად აკრძალვების, ხშირად ბრალდებების გამჟღერებელია, ეს შინაგანი ხმა ჭყალებში, რომელიც თავს ესხმის ხშირად ადამიანს ამ თავისი გამოხატულებებით, რაც ახლა ჩამოვთვალე და იძულებულს ხდის, რომ გამართლების, რაღაცა, ასე ვთქვათ, მობოდიშებისა და რაციონალიზების, ხო, ეს ფსიქოანალიზის დაცვითი მექანიზმი, რაციონალიზაცია პირდაპირ უდგება ხოლმე ამას, რომ გაიმართლოს თავი. ვის წინაშე იმართლებს თავს? პირველ რიგში თუ აი ამ შინაგან კონფლიქტს და დაპირისპირებას გამოვიტანთ ახლა გარეთ, ასე ვთქვათ, ობიექტურ სურათს თუ შევქმნით, აი ეს ერთი ნაწილი თავს ესხმის მეორე ნაწილს და ის მეორე ნაწილი ცდილობს, რომ რაღაცა მოიგერიოს ეს თავდასხმა, გაიმართლოს თავი. ან შეიძლება ძალიან მძაფრი დაპირისპირება გამოიხატებოდეს იმაში, რომ ითრგუნება ეს ქვედაძაღლი ამ გაგებით, ეს შინაგანი ნაწილი ამ ზედაძაღლის პრესის და ზეწოლის ქვეშ ისე ითრგუნება და ისეთ მძიმე ემოციურ განცდებშია, რომ არ ვიცი, გაუსაძლისიც კი შეიძლება ეს ყველაფერი აღმოჩნდეს და მაგალითს მოგიყვანთ, რა ვიცი, სულ რამდენიმე დღის წინ, რასაც პრაქტიკულად შევეხე, როდესაც ერთ-ერთი ადამიანი მიამბობდა იმას, რომ არა და არ ავიწყდება რაღაც მისი ერთი შეცდომა, ერთი, ასე ვთქვათ, არასწორი მოქმედება და დრო გადის და უბრალოდ ვერაფერზე სხვაზე ვეღარ კონცენტრირდება, გარდა ამისა, რომ სულ შინაგანი უკმაყოფილება, სულ შინაგანი ბრალდება, სულ ეს კენჯნა არის ის მდგომარეობა, რომელიც იმ შემთხვევასთან არის დაკავშირებული. ეს არის ის დაუსრულებელი სიტუაცია, ეს არის ის ფიქსირებული გეშტალტი, რომელსაც წერტილი არა და არ დაესვა. და ამ შემთხვევაში ამ წერტილის ვერ დასმის ავტორი არის ის შინაგანი ნაწილი, რომელსაც ზედაძაღლი უწოდა ფრიც პერლსმა, რომელმაც საშინლად დათრგუნა ის მეორე ნაწილი, რომელიც ვერა და ვერ გამოვიდა ამ ბრალდებებისგან და ამ უკმაყოფილებისგან და სულ ცუდად გრძნობს თავს და ვეღარც კონცენტრირდება ის ადამიანი თავის ყოველდღიურ საქმეზე და თავის აქტუალობაზე. ფაქტიურად შეიძლება თქვათ, რომ ის ყოველდღიურ ნაყოფიერ ფუნქციონირებაში ხელს უშლის ეს მდგომარეობა. და რა გვაქვს ჩვენ ახლა აქ? აქედან სამოქმედო გზა და სამოქმედო სტრატეგია, რა მეთოდური საშუალებები გვაქვს გეშტალტში, რომ აი სიტყვა გეშტალტიც გამთლიანებაზე ორიენტირებ, თვითონ სიტყვა გვეუბნება, რომ ეს მიდგომა ადამიანის გამთლიანებაზეა მიმართული და რომელ გამთლიანებაზე? ნაწილების გამთლიანებაზე, მაგრამ ხშირად ადამიანი ვერ ხვდება, არ იცის მან, რომ ეს ნაწილები დაშლილია, რომ ერთი პრესის ქვეშ, წნეხის ქვეშ აქცევს მეორეს. გონება მაგალითად შეიძლება აბსოლუტურად მისი გრძნობებისგან განსხვავებულ აზრებს აწვდიდეს და მოითხოვდეს მისგან. და აი ამ ნაწილების გამთლიანებისთვის გვაქვს არაჩვეულებრივი მეთოდები ჩვენ, რომელიც არის ცარიელის კამის ტექნიკა, ცხელის კამის ტექნიკა, რომელიც განსხვავებულია და ხშირად ერთი და იგივე გონიათ, არის ამპლიფიკაციის მეთოდი, არის ჯგუფურ პროცესებში ფსიქოდრამის არაჩვეულებრივი
როლური აქტივობების შესაძლებლობები ინდივიდუალურ პროცესებში გვაქვს სწორედაც აი ამ შინაგანი ნაწილების პოზიციების გაჟღერების და შემდგომ მათ შორის კომპრომისის ნახვის სხვადასხვა ტექნიკური პროცესუალური შესაძლებლობები და რამდენად გასაგები იყო, არ ვიცი, შეიძლება თითოეულ თქვენგანს თუ დასჭირდა დაფიქრდეს და გაიხსენოს, როგორ არის ხოლმე, რომ აი შინაგანი ცენზორი მას ძალიან, ასე ვთქვათ, რთულ შებოჭილ მდგომარეობაში აღმოაჩენს ხოლმე და საჭიროება არის აი ამ შინაგანი დიალოგის იმისთვის, რომ მოხდეს ურთიერთშეთანხმება, მოხდეს კომპრომისის და კონსენსუსის მოძებნა. აი ეს დიალოგი არის შინაგანი ამ ზედაძაღსა და ქვედაძაღს შორის კონფლიქტის გადაჭრის შესაძლებლობის მქონე. მე არაერთხელ ვახსენე აქ და ამჟამად რეალობა და მინდა ვთქვა, რომ აი ძველი ბერძენი ფილოსოფოსი ჰერაკლიტე, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 500-იან წლებში მოღვაწეობდა, ამბობდა ასეთ ფრაზას, რომ ცხოვრება არის დინარის ნაკადივით და ერთ დინებაში ორჯერ ვერ შევდივართ. ეს არის ის ჭეშმარიტება, რომელიც გეშტალტ თერაპიის აქ და ამჟამად პრინციპის ათვლის წერტილია. ის რომ ეს მომენტი არის ერთადერთი რეალობა. წინა მომენტი უკვე წარსულია. და მომავალი თვითონ სიტყვა გვეუბნება. ეს არის მომენტები, რომლებიც მოისწრაფიან აი აქ ამ მომენტისაკენ, მომავალი წამებია და მხოლოდ ამ მომენტში იკვეთებიან. წინადადება, რომელიც დავიწყეთ, სანამ დავამთავრებთ, მისი დასაწყისი უკვე წარსულია. ეს ნამდვილად ჩვენი ცხოვრება და რეალობა არის დინარის წყლის ნაკადის მსგავსი პროცესი და ამას აქვს არსებითი, გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ ადამიანი მუდმივად იმყოფებოდეს აქ და ამ მომენტში, ვინაიდან წარსულს აქვს ხშირად ილუზორული შთაბეჭდილებების, ილუზორული აღქმის განმაპირობებელი მნიშვნელობა. წარსული როგორც ფანტომი, ისე გვიქმნის ილუზიას თითქოს რაღაც ხდება აქ და ამ მომენტში. სინამდვილეში ეს იმ წარსულის გამოძახილია. ეს ის გაფიქსირებული განწყობებია, რომელიც მსგავს სიტუაციებში მოდის და გვიჩენს ილუზიას თითქოს ახლა ხდებოდეს ის, რაც მაშინ მოხდა, იმიტომ რომ მძაფრი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე, იმიტომ რომ მძაფრი ემოციური განცდები გამოიწვია. ეს არის ამ ფიქსაციების გამომწვევი და რა თქმა უნდა გამეორებითობა ამ სიტუაციების რამდენჯერმე, ხშირად ძალიან ბევრჯერ გამეორება და აი ამ მსგავსი ერთი და იგივე ემოციის განმტკიცება, ემოციური რეაქციის განმტკიცება, რომელიც ქმნის იმ მთლიანობას, რაც ამ მომენტში, ამ ილუზიის ფონზე მომენტალურად, სიტუაციურად ვლინდება ხოლმე როგორც ჩვენი რეაქციის ფორმა, რასაც ჭირდება კარგი შემჩნევა, ანუ ჩავლება, რომ ეს იქიდან მოდის, მაგრამ ამის ერთადერთი საშუალება არის, რომ ვიყოთ აქ და ამ მომენტში, იმიტომ რომ ეს რეალობა და ეს მომენტი რითი განსხვავდება ამის მსგავსისგან, რომელიც შეიძლება ამ ოთახში ხდებოდა რამდენიმე ხნის წინ, ან შეიძლება ჩემსა და აუდიტორიას შორის ხდებოდა რაღაც დროის წინ, მაგრამ ეხლა ეს აუდიტორია სხვა არის. და მე თუ თითოეულ ამ აუდიტორიის წევრს შევხედავ, აღვიქვამ და აღქმაში მოვიყვან, ფოკუსირებას მოვახდენ თითოეულ თქვენგანს, როგორც ჩემი რეალობის ნამდვილ პერსონაჟებს. მაშინ მე შემიძლია გავმიჯნო ის, რაც
იყო შეიძლება ჩემს უსიამოვნო გამოცდილებაში მაგალითისთვის რაღაც სხვა აუდიტორიაში მსგავს პროცესში. ჩვენს გრძნობებს აქვთ ძალიან ძლიერი მეხსიერება და მსგავს სიტუაციებში იგივეს გვაგრძნობინებენ. ამიტომ აქ და ამჟამად საკუთარ სხეულზე ფოკუსირება, როგორც კანსა და კანს შიგა რეალობაზე დაყრდნობა, რასაც ინგლისურად grounding-ს უწოდებს გეშტალტი. და კანს გარე. აქ და ამჟამად მხედველობით, სმენით, ყნოსვით, გემოს და შეხებით შეგრძნებებზე დაყრდნობა, იმიტომ რომ 5 გარე შეგრძნება ქმნის ჩვენს აღქმის აპარატს. აი ეს არის ის შესაძლებლობა რეალური და ნამდვილი, რომ ჩვენ წარსულის აჩრდილების ილუზიებში არ ვიმოქმედოთ აქ და ახლა. მაგალითად, როცა ადამიანს მოყვება უსიამოვნო გამოცდილება უფროს, ასაკით უფროს ავტორიტეტებთან ურთიერთობაში, რომ ის ავტორიტეტები შეიძლება იყვნენ, ანუ მისთვის მნიშვნელოვანი სხვა ადამიანები, ასე უწოდებთ ავტორიტეტს მნიშვნელოვანი სხვა ადამიანები, იყვნენ შეიძლება ავტორიტარული, ძალიან ისეთი თავზე მომხვევი და ზევიდან ქვევით დამთრგუნველი დამოკიდებულების მქონენი. და ადამიანს ეს ახსოვს, გაფიქსირებული აქვს, რომ ავტორიტეტი მისი ასეთია, მოყვება ეს. და გამოჩნდება ვიღაც ძალიან დემოკრატიული, შეიძლება კიდეც ლიბერალური ავტორიტეტი, მნიშვნელოვანი სხვა, რომელიც უცებ მოაგონებს თავისი ურთიერთმიმართებით, იმიტომ რომ მისი შეიძლება ზემდგომია, სადღაც სამსახურეობრივად, პოზიციურად, ან რაღაც სიტუაციაში არის, თქვათ, ავტორიტეტული როლის მატარებელი და იმ წუთში გაცოცხლდება ის ძველი წინააღმდეგობრივი განცდები. შეიძლება მის მიმართ ნეგატიური ემოციური დამოკიდებულება, შეიძლება მის მიმართ შიში, ან ზიზღი, ან მასთან დაპირისპირების და ბრძოლის და რა ვიცი, მისი დაგმობისა და დამხობის რევოლუციური განწყობაც კი შეიძლება მოიტანოს. ჩვენ რეალობაში რამდენს ნახავთ, როგორ ებრძვიან, თქვათ, ვიღაც სათნო ავტორიტეტს, რომელსაც პირადად არაფერი დაუშავებია იმ ადამიანისთვის. და თუ ძალიან გაიხსენებს ის ადამიანი, თავისმა მშობელმა ატკინა გული. თავის მშობელს ვერ გაუსწორდა იმ ბრძოლაში და ახლა გადმოაქვს ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვაზე და იმასთან ბრძოლაში ცდილობს იპოვოს საზრისი. ეს ხდება ხოლმე მისი ეგზისტენციალური, ასე ვთქვათ, საარსებო საზრისის მთავარი სამოქმედო იდეა, შეიძლება ვთქვათ. უამრავი მაგალითები არის, რომელიც აი ამ პრინციპების ნათელყოფას ახდენს და ამ ყველაფრისგან განმაკურნებელი, ასე ვიტყვი, პანაცეა არის აქ და ამჟამად ყოფნა. ნამდვილი, ცოცხალი შეგრძნებების აღქმა და გარემოს გამოხატულებებზე ფოკუსირება, რომ გაქრეს ის აჩრდილი, გაქრეს ის ასე ვთქვათ, ფანტომი, რომელიც წარსულიდან შთაბეჭდილებას ქმნის, ვითომ ეს იგივეა, რაც მაშინ ხდებოდა და იგივე რეაქციებს იწვევს ადამიანში. მივადექით საზღვრების ცნებას, რომელიც მხოლოდ ადამიანებს შორის საზღვრებს არ გულისხმობს. უკვე არაერთხელ ვახსენე, რომ კონტაქტი არის აქ და ამჟამად გარემოსა და ორგანიზმს შორის ურთიერთქმედების საზღვარზე მიმდინარე პროცესი. რა საზღვრებზე გვაქვს ლაპარაკი? უკვე ვახსენე კანი, როგორც გარემოსთან ჩემი ორგანიზმის საზღვარი, ხომ? და კიდევ გვაქვს დროის და სივრცის საზღვრები. ნახეთ,
მაშინ და იქ აქ და ამჟამად. რაც აქამდე გესაუბრეთ, ამის გამიჯვნა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბავშვს, რომელსაც ეშინოდა ქუჩის ვიღაც, ვთქვათ, კანონდამრღვევის, იმიტომ რომ იყო პატარა და ბუნებრივია ის კანონდამრღვევი იყო მასზე ძლიერი, ფიზიკურად უფრო დიდი და იწევდა მასში როგორც პატარა ბაჭიაში ესეთ თრთოლას და სოროში დამალვის ასეთ იმპულსებს აღძრავდა. ახლა ეს ადამიანი გაიზარდა და ვიღაც ვთქვათ ანტისოციალურ ელემენტებზე ბევრად ძლიერი შეიძლება იყოს ფიზიკურად. მაგრამ მას მართავს ის ძველი ფიქსირებული გეშტალტი, ის ძველი ფიქსირებული განწყობა და საზღვრებს მაშინ და იქ და აქ და ამჟამად შორის ვერ ხედავს, ვერ აღიქვამს. რომ მაშინ სხვა იყო. ახლა მას შესაშინებელი არაფერი აქვს, იმიტომ რომ ისინი თვითონ შეიძლება შეშინდნენ და მის დანახვაზე ასეთი ბრგედა ძლიერი როა, შეიძლება თვითონ დაფრთხენ. მაგრამ არ შეუძლია ხშირად ადამიანს განასხვაოს თავისი გრძნობები და განცდები, რომელიც მაშინ და იქ ბუნებრივი იყო. აქ და ახლა უკვე აღარ არის რეალისტური. იმიტომ რომ სხვა რეალობაა, სხვა ორგანიზმია და სხვა გარემოა. ამიტომ საზღვრები არის დროის და სივრცითი. და რა თქმა უნდა, როგორც უკვე არაერთხელ ვახსენე, მესა და არა მეს შორის. არა მე არის ყველაფერი ის, რაც ჩემს კანს გარეთ არის. და თუ ჩვენ საუბრობთ რა არის მეს საზღვრები, აქ არის ყველაფერი ის, რაც არჩევანის სახით გვეძლევა, ალტერნატივების სახით რაც გაგვაჩნია. მესაზღვრებში არის ძალიან ბევრია ასეთი რამ, ხო? რაც შეგვიძლია ავირჩიოთ ის თუ ეს, წავიდე თუ არ წავიდე, მოვისმენე თუ არ მოვისმინო, ვისაუბრო თუ არ ვისაუბრო, ვიმოქმედო თუ არ ვიმოქმედო, აქტიური ვიყო თუ პასიური ვიყო. სადაც რაც მეს ეხება, ყველგან დგება არჩევანის თავისუფლება, მაგრამ რაც მეს აღარ ეხება, აი იქ იმ საზღვრის იქით უკვე აღარ არის ჩემზე. იმიტომ რომ რაც სხვაზეა, ეს მისი არჩევანის საზღვრებია. და თუ გადაიკვეთა ეს სურვილები მესა და არა მეს შორის, თუ დაემთხვა, მაშინ გვეხარია ხოლმე, რომ აი რაც ჩვენთვის აქტუალურია, შეიძლება ის ხდებოდეს, ხო, ჩვენს ირგვლივ. მაგრამ შეიძლება იყოს პირიქით და ვერ ვაიძულებთ ვერავის, მით უმეტეს ვერ ვაიძულებთ სტიქიას, ბუნებას, ჟამთა სვლას, ეპოქას, ვერაფერს ვერ ვიზამთ. ერთი სისტემა დაინგრა, სოციალისტური წყობა და დაიწყო გრევის და თანდათან კუსნაბიჯებით აღშენებლობის პროცესი. უამრავი ადამიანი ბრჭყალებში მოყვა ამ ნანგრევებში და განიცდის, რომ ამ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ვერ ახდენს ახალ გამოწვევების მიღებას, მორგებას ამ ახალი, ასე ვთქვათ, მოთხოვნების მიხედვით მოქმედებას და ადაპტირებას და არის განცდებში და იბნევა. რა არის მასზე, მის საზღვრებში? მისი არჩევანის საკითხები, რაც მას ეხება. და ის, რაც მოხდა და ის, რაც ხდება, ის რა გამოწვევებით დგება, ის რა რეალობაც მოდის. ეს ის არის, რასაც თვალი უნდა გავუსწორო და რაც ჩემზეა იქიდან ამოვირჩიო და ქართულ ენაში არის მიზან შეწონილი გადაწყვეტილება, როგორც ადამიანის თავისუფალი ნების გამოხატულება. მისი პასუხისმგებლობის საკითხი. მიზანთან მიმართებაში ვწონით, რა გვიღირს და რა არა. მიღირს ვიმოქმედო თუ არა. მიღირს ვიაქტიურო თუ არ მიღირს და ამიტომ პასიური ვიქნები.
მიღირს ვიშრომოდა ვიყო ბეჯითი თუ არ მიღირს და წამოვწვები ხართეძოზე შეჩვეული ჭირიც შეიძლება ერჩიოს ადამიანს შეუჩვეულ ხინს ეს არის ის სადაც ადამიანი თავის მესაზღვრებში ნებით თუ უნებლიეთ ასეთ არჩევანს აკეთებს ამიტომ საზღვრები არის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე რომელიც ჩვენ გამოგყოფს გარემოსგან რომელიც ჩვენ გვმიჯნავს დროში და სივრცეში იმისგან რაც იყო მაშინ და იქ და რაც ხდება აქ და ამჟამად და მივედით ეგრეთ წოდებულ ძალიან ვეცადე ლოგიკურად მივსულიყავი ეგრეთ წოდებულ გეშტალტ ლოცვასთან რომელიც სინამდვილეში შეგვიძლია ვთქვათ რომ მედიტაციის პროცესად შეგვიძლია გავიხადოთ ძალიან სასარგებლო ტექსტია რომელიც ფრედერიკ სოლომონ ფრიც პერლსმა დაგვიტოვა როგორც ანდერძი რომელიც ძალიან მნიშვნელოვნად გვეხმარება რომ ფუჭად არ ავიტკიოთ თავი ფუჭად არ ჩავარდეთ რაღაც განსაცდელში ფუჭად არ დავხარჯოთ ენერგია ქართულ ენაზე ეს თარგმანი შეგვიძლია ასე გავაჟღეროთ მე ჩემსას ვაკეთებ შენ აკეთებ შენსას მე იმიტომ არ დავბადებულ ვარ რომ შენი მოლოდინები გავამართლო და არც შენ ხარ იმისთვის დაბადებული რომ ჩემი მოლოდინებით იცხოვრო თუ ჩვენ როდისმე გადავიკვეთეთ ძალიან კარგი თუ არა ვერაფერს შეცვლი მე ჩემსას ვაკეთებ შენ აკეთებ შენსას მე ვარ და შენ ხარ შენ აი ეს არის ის რაც ჩვენ გვეხმარება თავი დავიზღვიოთ იმ ცრუ მოთხოვნებისაგან ფუჭი არაფრის მომცემი მოთხოვნებისაგან რომელიც ასე ჟღერს როგორ თუ შენ როგორ არ გცხვენია შენ როგორ შეიძლება რომ შენ ან მან ყველა თავისას აკეთებს ის რაც შემიძლია შევცვალო არის მხოლოდ ერთი რამ რაც მე მეხება დანარჩენი თუ გადავიკვეთებით იმაში რომ ჩემი სურვილი და სხვისი სურვილი ემთხვევა ერთმანეთს ეს ნამდვილად მშვენიერი რამ არის ძალიან გვსიამოვნებს მაგრამ თუ განსხვავებულია ვერაფერს შევძლებთ ის თავისას აკეთებს და მე ვაკეთებ ჩემსას ეს არის ის საზღვრების მნიშვნელოვანი სიბრძნე რომელიც ჩვენ სამყაროსთან, გარემოსთან, რეალობასთან შემოქმედებითი მიდგომის შესაძლებლობებს გვიხსნის. აი აქ იხსნება ის ჩვენი კრეატიულობა, შემოქმედებითობა, რომელიც ძალიან ადამიანურია. იმიტომ რომ ადამიანი არის თავისი არსით შემოქმედი ნიშნავს არა მხოლოდ ხელოვნების სფეროში მოღვაწეობის შემძლე არსებას, არამედ იმ მოხერხებულობის მქონეს, რომელსაც შეუძლია იცოდეს რა სურს, რა მოთხოვნილება აქვს მას აქ და ამჟამად ამ მომენტში, ძალიან ცხადად ხედავდეს, რა მოთხოვნებს უყენებს მას გარემო. და ამ ორივეს ურთიერთ შეწყობის და საკუთარი მოთხოვნილებების კრეატიულად დაკმაყოფილების, კრეატიული მიმართულების და კალაპოტის მიმცემის შემოქმედებითი ბუნება გვაქვს ჩვენ ადამიანებს. მაგრამ ეს რომ შევძლოთ, ჩვენ უნდა ვიყოთ ბუნებრივები, ანუ ავთენტურები, ნამდვილები აქ და ამ მომენტში. და ამას ჩვენ შევძლებთ, როდესაც მთელი ჩვენი შეგრძნებებით ვართ ჩართული ამ კონტაქტის საზღვარზე, ამ მომენტში გარემოსთან, გრძნობთ, ვხედავთ, აღვიქვამთ და ვენდობით საკუთარ თავს, ვენდობით იმ შეგრძნებებს, რომლებიც გარემოსთან რეზონანსის სახით გვეძლება და გარკვეულ
ბუნებრივ, სპონტანურ, ცოცხალ განცდებს გვიჩენს, იმპულსებს გვიღვივებს და ვინ თქვა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ამ იმპულსების დანახვა, ამ იმპულსების შემჩნევა, მათზე ცნობიერების შუქის მოფენა. კი, შეგვიძლია, თუკი მე იქნება საკუთარი თავის ამ სიტუაციაში გარე დამკვირვებელი, გარე პოზიციიდან დამნახავი და ცხადად შეგრძნებების აღქმაში მომყვანი. აი ეს არის ჩვენი კრეატიული შემოქმედებითი მორგების ის უნარი, რომელიც თითოეულს ძალიან თავისუფლად შეუძლია განავითაროს. და ამაზეა მიმართული გეშტალტ თერაპია, რომელიც შინაგანი პოტენციალის, პიროვნული რესურსების აქტივაციის პროცესს წარმართავს, როდესაც გეშტალტით მუშაობს სპეციალისტი და როდესაც ადამიანი ინტერესდება გეშტალტის პრინციპებით, იგებს და ცდილობს ცხოვრებაში დანერგოს. გეშტალტი არ არის მხოლოდ სამუშაო მეთოდი, ეს არის სოფხედვა და ცხოვრების სტილი. ყველას გისურვებთ გეშტალტურად გეცხოვროთ, ვინაიდან ეს არის ნამდვილი ცხოვრების შესაძლებლობა.